დაძაბული ურთიერთობა და გაწყვეტილი სამხედრო კონტაქტი ანკარასა და მოსკოვს შორის. პუტინი ოფიციალურ ანკარას ქვეყნის ისლამიზაციასა და რადიკალების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. თურქეთს კი რუსეთთან ურთიერთობის ესკალაცია არ სურს. რა საფრთხეს უქმნის ვითარების დაძაბვა საერთაშორისო კოალიციის გეგმებს, მსოფლიო ლიდერთა შეფასებები და გამოხმაურებები 2030-ში. სიგარეტი ძვირდება. კონტროლის გამკაცრება და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება. პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. შეამცირებს თუ არა აქციზის განაკვეთის ზრდა მომხმარებელთა რაოდენობას და რა პრობლემები ექნებათ იმპორტიორებს. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თითქმის 4 მილიონიანი ბიუჯეტი და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი. რაზე იხარჯება ცხოველთა მეთვალყურეობისთვის გამოყოფილი თანხა და შეამცირებს თუ არა დედაქალაქის მერია მონიტორინგის სამსახურის ბიუჯეტს. გიორგობა ივრის ჭალაში. ნახეთ ზვიად თხელიძის საავტორო რეპორტაჟში თიანეთიდან. საღამომშვიდობიცა ის 2030-ია, მე მაკაცინცაძე ვარ და ჩვენ ჟურნალისტებთან ერთად დღის მთავარ თემებს წარმოგიდგენთ. შეწყვეტილი სამხედრო კონტაქტი რუსეთ-თურქეთ შორის და აქცია მოსკოვში თურქეთის საელჩოსთან, რასაც ქვების და ბოთლების სროლა მოჰყვა. რუსული მედია ქვეყნებს შორის გართულებული ურთიერთობების შედეგად მილიარდობით ზარალს ელის. რა გავლენას იქონიებს რუსულ-თურქული დაპირისპირება საქართველოზე? თემის გაგრძელება 2030-ში ჩვენ შეკითხვებს ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე უპასუხებს, ასევე დღესვე აქვს თუ არა ქვეყანას უსაფრთხოების სტრატეგია. პარლამენტის ვიცე-სპიკერი უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. მანანა კობახიძე 2030-ში. დღემეორე რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა. საპასუხოდ რუსეთმა თურქეთთან სამხედრო კონტაქტი შეწყვეტა. რამდენიმე მსხვილმა ტურისტულმა სააგენტომ თურქეთის საგზურების გაყიდვა შეაჩერა. პარალელურად როსტურიზმი მოქალაქეებს თურქეთში გამგზავრებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ამავდროულად რუსეთის პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი მიღებულ ზომებს არასაკმარის უწოდებენ. თურქეთის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ვითარების ესკალაცია და რუსეთთან ურთიერთობის გაუარესება არ სურს, თუმცა რის დარღვევას არ დაუშვებს. ქეთი ჩოხელი აკვირდება თურქულ-რუსულ დაპირისპირებას და დეტალებს უკვე პირდაპირ ეთერში გაგაცნობთ. ქეთი, მოგესალმები და გისმენთ. რუსეთი თურქეთთან ომს არ აპირებს, თუმცა თურქეთის ხელისუფლებასთან შეკითხვები აქვს. განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ეკუთვნის. თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა თურქეთ-რუსეთის ერთობლივი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები. რუსეთის საპასუხო ქმედებები სავარაუდოდ მძიმე დაისახება თურქეთის ტურიზმზე. მხოლოდ გასულ წელს რუსი ტურისტებისგან თურქეთის შემოსავალმა $4 მილიარდ მიაღწია. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით წელიწადში თურქეთში დასასვენებლად 2 მილიონზე მეტი რუსი ტურისტი ჩადის. ეკონომიკური ზომების გარდა რუსეთმა თურქეთთან სამხედრო ურთიერთობებით შეაჩერა. რუსულ-თურქული ურთიერთობები რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ. დღემეორე ნახეთ რეპორტაჟში. რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ დიმიტრი მედვედევი თურქეთს აფრთხილებს, რომ ზარალი დიდი იქნება. რუსული მედია ჯგუფ RBK-ს მონაცემებით ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტა თურქეთსა და რუსეთს შესაძლოა $44 მილიარდი დაუჯდეს. ეს ზარალი რთულად ასანაზღაურებელი იქნება. ამის შედეგი შესაძლოა გახდეს მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტებზე უარის თქმა და თურქული კომპანიების მიერ რუსულ ბაზარზე პოზიციების დაკარგვა. პირველი დარტყმის ქვეშ თურქეთის ტურიზმი აღმოჩნდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და როსტურიზმმა მოქალაქეებს უკვე მოუწოდეს თურქეთში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. თუმცა ტურიზმის სექტორისგან განსხვავებით პესიმისტურ შედეგებს არ ელის თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი. პესიმისტურად არ ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აისახება რეგიონული ინციდენტები ამ ურთიერთობებზე. თურქეთის მიერ თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ რუსეთმა თურქეთთან სამხედრო კონტაქტები გაწყვიტა და სირიაში უახლესი S-400 ტიპის სარაკეტო საზენიტო კომპლექსების განთავსება გადაწყვიტა. ლატაკიის პორტში კი რუსული კრეისერი S-300 კომპლექსებით აღიჭრუება. ავიაციის ყველა ქმედება განხორციელდება მხოლოდ გამანადგურებლების თანხლებით. გაძლიერდება საჰაერო თავდაცვა. ჩვენ ვაფრთხილებთ, რომ განადგურდება ყველა პოტენციურად საშიში სამიზნე. თურქეთთან ყველა სამხედრო კავშირი შეჩერდება.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ჩამოგდებული თვითმფრინავის ერთ-ერთი მფრინავი ცოცხალია და სირიაში, რუსულ ბაზაზეა გადაყვანილი. მის გადასარჩენად ჩატარებული სამაშველო ოპერაციის დროს დაიღუპა რუსი საზღვაო ქვეითი. რუსეთის და სირიის სპეცრაზმებმა წარმატებით დაასრულეს ჩამოგდებული ბომბდამშენის მფრინავის გადასარჩენად 12 საათიანი ოპერაცია. მფრინავი გადაყვანილია ჩვენს ბაზაზე. ის ცოცხალი და ჯანმრთელია. თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაუარესება და ვითარების ესკალაცია არ სურს. არავინ უნდა ელოდოს ჩვენგან, რომ ჩუმად ვიქნებით, სანამ ჩვენი საზღვრების უსაფრთხოება დამოუკიდებლობის უფლება მუდმივად ირღვევა. ჩვენ არ გვსურს ინციდენტის ესკალაცია. რუსეთის პრეზიდენტი კი თურქეთის ხელისუფლებას რადიკალების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. ვლადიმერ პუტინის თქმით, ოფიციალური ანკარა ქვეყნის ისლამიზაციის პოლიტიკას ატარებს. თურქეთის დღევანდელი ხელმძღვანელობა მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებს ქვეყნის ისლამიზაციის მიზანმიმართულ პოლიტიკას. რუსეთი მხარს უჭერს ისლამს, თუმცა ახლა საუბარია უფრო რადიკალური მიმართულებების მხარდაჭერაზე. უკვე მეორე დღეა მოსკოვში თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციები იმართება. მომიტინგეები თურქეთის მთავრობას ტერორიზმის მხარდაჭერაში სდებენ ბრალს და რუსეთის ხელისუფლებისგან თვითმფრინავის ჩამოგდებაზე ადეკვატური პასუხის გაცემას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა თურქეთის საელჩოს კვერცხები, ბოთლები და ქვები ესროლეს. დემონსტრანტები შეიკრიბნენ ანკარაში, რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთანაც. თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება. მსოფლიო ლიდერები თანხმდებიან, რომ დაუშვებელია ვითარების ესკალაცია. თურქეთის ლიდერს უკვე ესაუბრა გერმანიის კანცლერი, რომელმაც ანკარას მოუწოდა გააკეთოს ყველაფერი სიტუაციის განმუხტვისთვის. ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება სირიაში არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა კი ითხოვა ნატომ გაარკვიოს დაარღვია თუ არა რუსეთმა თურქეთის საჰაერო სივრცე. თავის მხრივ ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ის ადრეც გამოთქვამდა შეშფოთებას ალიანსის წევრი ქვეყნების სიახლოვეს რუსეთის სამხედრო მოქმედებების გამო. ნათელია, რომ ვითარების დარეგულირება მხოლოდ პოლიტიკური გზითაა შესაძლებელი. სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ დაუშვათ ესკალაცია. თურქეთს როგორც ყველა ქვეყანას აქვს უფლება დაიცვას თავისი ტერიტორია და საჰაერო სივრცე. ახლა მნიშვნელოვანია, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებები შედგეს. გაირკვეს ზუსტად რა მოხდა და მიღებულ იქნა ზომები სიტუაციის ესკალაციის წინააღმდეგ. თურქეთმა ნატოს მიაწოდა საჭირო ინფორმაცია, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია გავარკვიოთ რა მოხდა და ნამდვილად დაირღვა თუ არა თურქეთის საჰაერო სივრცე. თუმცა ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ ესკალაცია, ეს უკიდურესად საზიანო იქნება. ერთადერთი მიზანი ტერორიზმისა და დაეშის წინააღმდეგ ბრძოლაა. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენ, თურქეთმა და რუსეთმა. მე ადრეც გამოვხატე შეშფოთება რუსეთის მიერ ნატოს საზღვრების სიახლოვეს სამხედრო მოქმედებების გამო. მომხდარი ადასტურებს მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად ზომების შემუშავების საჭიროებას. ჩვენ სოლიდარულები ვართ თურქეთის მიმართ და მხარს უჭერთ ჩვენი მოკავშირის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მხარეებს სიმშვიდისკენ და სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებთ. ჩინეთი უკიდურესად შეშფოთებულია მომხდარის გამო. საჭიროა საქმის ბევრი დეტალის გარკვევა. ჩინეთი მხარს უჭერს საერთაშორისო ანტიტერორისტულ ძალისხმევას და იმედოვნებს, რომ ყველა მხარე გააძლიერებს კომუნიკაციასა და კოორდინაციას. თურქეთის პრეზიდენტს დეკემბერში მოსკოვში ვიზიტი და რუსეთის ლიდერთან მოლაპარაკებები აქვს დაგეგმილი. თუმცა, როგორც თურქული მედია იუწყება, თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის გამო რეჯიპ ტაიპ ერდოღანი შესაძლოა მოსკოვში აღარ ჩავიდეს. გვადლო პირდაპირ ეთერში ქეთი ჩოხელი საუბრობდა. თურქეთ-რუსეთის ურთიერთობის დაძაბვის პარალელურად ვითარება გართულდა მოსკოვსა და კიევს შორისაც. რუსეთი უკრაინას ბუნებრივ აერს აღარ მიაწვდის. ინფორმაციას გაზპრომის ხელმძღვანელი ადასტურებს, მიზეზად ავანსის გადახდის შეჩერებას ასახელებს. ალექსეი მილერი საპასუხოდ უკრაინის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ უკრაინა რუსეთისგან გაზს აღარ შეიძენს. არსენ იაცენიუკის თქმით, მისი ქვეყანა გაზს ევროპული სახელმწიფოებისგან იყიდის. პარალელურად უკრაინამ რუსეთისთვის საჰაერო სივრცეც ჩაკეტა. მოსკოვსა და კიევს შორის მორიგი დაპირისპირების დეტალებით კი ლიკა ალილიშვილი ჩაგვერთვება. ლიკა, მოგესალმები და გისმენთ. რუსული გაზის მიწოდება ნაფტაგაზ უკრაინისთვის დღეიდან შეწყდა. ალექსეი მილერის თქმით, გაზის მიწოდება თანხის გადახდამდე შეწყდა. გაზპრომის ხელმძღვანელის განცხადება კი რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს.
ნაფტაგაზ უკრაინას მხრიდან გაზის მიწოდებაზე განცხადება არ მიგვიღია. ამავდროულად უკრაინამ აქტიურად დაიწყო გაზის საცავების გამოყენება. რუსული გაზის შესყიდვაზე უარის თქმა კი სერიოზულ რისკებს უქმნის უკრაინის გავლით ევროპაში გაზის საიმედო ტრანზიტს. მათ შეეშალათ, ისინი კი არ გვაწვდიან გაზს ჩვენ ვყიდულობთ მათგან. ასე უპასუხა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მილერის განცხადებას. მთავრობის ხდომაზე არსენი იეცენუკმა განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ნაფტაგაზს რუსული გაზის შეწყვეტისკენ მოუწოდა. შესაბამისად, უკრაინა გაზს არა რუსეთისგან, არამედ ევროპული ქვეყნებისგან იყიდის. გაზის თემაზე არსებულ დაპირისპირებას კი დაემატა ინფორმაცია, რომ უკრაინამ რუსეთის საჰაერო სივრცე დაკეტა. Თხოვთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიიღოს ყველა ზომა და აცნობს რუსულ მხარეს, რომ ყველა რუსული ავიაკომპანიისთვის საავიაციო სივრცე იხურება. ავიაკომპანიების ყველა სატრანზიტო ფრენა კი წყდება. ამიერიდან რუსეთი უკრაინის საჰაერო სივრცეს პროვოკაციებისთვის ვეღარ გამოიყენებს. ამიტომ ეს არის, როგორც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, ისე პასუხი რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ქმედებებზე. უკრაინის გადაწყვეტილებას საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებით უპასუხა რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის სააგენტომ. განცხადებაში წერია, რომ რუსეთი უკრაინის საჰაერო სივრცეში არ იჭრება. რაც შეეხება აკრძალვას, მოსკოვში ფიქრობენ, რომ ოფიციალურ კიევს დესტრუქციული პოზიცია აქვს. რუსეთსა და უკრაინას შორის ვითარების ამჯერად დაძაბვას წინ უძღოდა ყირიმში 2 ელექტროგადამცემი ხაზის აფეთქება. ამის შემდეგ ყირიმის ნახევარკუნძულის მოსახლეობა დენის გარეშე დარჩა. ელექტროგადამცემი ხაზების აფეთქებაში ყირიმის დე-ფაქტო ხელისუფლება უკრაინის ხელისუფლების მხარდამჭერი ყირიმელი თათრების მოძრაობას ადანაშაულებს, თუმცა თავად ყირიმელი თათრები ბრალდებებს უარყოფენ. ამ ფონზე უკრაინის ხელისუფლებამ ყირიმთან ყოველგვარი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა შეაჩერა. გვადლობ ლიკა ალიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. და დღეს კიდევ ერთი თემა ევროკავშირი ლტოლვილებს ვეღარ მიიღებს განცხადება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის მანუელ ვალსი ამბობს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა საზღვრების დაცვა უნდა გააცლიერონ. მისი თქმით, საფრანგეთი შეასრულებს ვალდებულებას 2015-2016 წლებში 30,000-მდე მიგრანტის მიღების შესახებ, თუმცა ფრანგებმა იციან, რომ პარიზის ტერაქტების ზოგიერთი შემსრულებელი საფრანგეთში სწორედ მიგრანტებთან ერთად ჩავიდა. განცხადება გააკეთა გერმანიის კანცლერმა. ანგელა მერკელის თქმით, ყველა ქვეყანას აქვს უფლება დაიცვას საკუთარი ტერიტორია, თუმცა მიიჩნევს, რომ პირობა, რომელიც მიგრანტების მიღებას გულისხმობს, უნდა შესრულდეს. საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრა შვედეთმა და რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ. დებატები ევროპული საზღვრების დაცვის საკითხზე პარიზის ტერაქტების შემდეგ გააქტიურდა. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევროპის საზღვრები დავიცვათ, არ უნდა დაგვავიწყდეს სამართლიანი განაწილება ევროპაში. მე ისევ ვფიქრობ, რომ მიგრანტები უნდა შევიფაროთ, მაგრამ მათი სხვადასხვა ქვეყანაში გადანაწილება უნდა მოხდეს სამართლიანად. ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალის ციხეშიგორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები კიდევ 4 პირი გადაიყვანეს. 20-24 ნოემბერს რუსმა სამხედროებმა დავით საციაშვილი, ლევან ბეთლემიშვილი და ჯემალ ვაშაგაშვილი სოფელ ქვეში საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე ეკლესიასთან დააკავეს. რაც შეეხება მეოთხე დაკავებულს, ის სოფელ ახალუბნის მკვიდრი გიორგი ძურძუკია. ოჯახის წევრებმა დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ ღამით მიიღეს. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. ყველა მათგანის გათავისუფლების შესაძლებლობა კი ქართული და ოსური მხარეები ხვალ სოფელ ერგნეთში გასამართი 4 მხრივ შეხვედრაზე იმსჯელებენ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტიდან 11 ადამიანი დააკავეს. წავიდა წმინდა გიორგის სალოცავი არის მან და იქ წავიდა სანთლის ასანთებად. და იმ საღამოთი დაუკავებიათ, ჩვენ ვერაფერი ვერ გავიგეთ. დაუყვანიათ ცხინვალში 23-ში საღამოთი. და იმის მერე არავინ დაუკავშირებია ჩვენ თვითონ, მაგრამ თვითონ მე ეტყობა დაუკავშირდა ჩემ პატარა ბიჭს თბილისში ცხოვრობს. და იმან გაგვაგებინეთ. საქონელზე ავიდა ბაღში, ხო და ბაღიდან არის წაყვანილი. სავარაუდოდ არა, ზუსტად ვიცი რომ საქონელზე იყო და წასული და წაიყვანეს იქიდან. სულ ჩვენი ტყის პირია და სულ ყველგან იდგნენ რუსები. და იქიდან არის წაყვანილი. ქვეში გუშინ დაკავებულები არიან კიდევ 2 პიროვნება. ერთი გუშინ წინ დავით საციაშვილი, როგორც მე ვიცი და 2 გუშინ ვაშაგაშვილი ჯემალი და ბეთლემიშვილი ლევანი 90 წლიანები. კი, აი გაცხია რაღაც 15 წუთის წინ გახდა ჩემთვის ცნობილი და დამირეკეს რომ დაკავებულან. თვითონაც სოფელში არიწოდნენ, არც ოჯახმა არიწოდა.
სამართლებრივი ნონსენსი ასე აფასებენ იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მოსამართლის გუშინდელ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც აიუბ ბორჩაშვილის სასამართლოს ხდომა მხოლოდ ბანკისელებისთვის დაიხურა. მათი განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კონკრეტულ რეგიონში მცხოვრებთა მიმართ ხდომის დახურვას არ ითვალისწინებს. ბანკისელები პროკურორს და მოსამართლეს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. უპრეცედენტო გადაწყვეტილების დეტალებით ბელა ზაქაიძე. მე ვთვლი, რომ ეს არის დისკრიმინაცია. დისკრიმინაციად მექა ხანგოშვილი მოსამართლის გუშინდელ გადაწყვეტილებას მიიჩნევს, რომლის მიხედვითაც ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში ბრალდებულის აიუბ ბორჩაშვილის სასამართლო პროცესი მხოლოდ პანკისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის დაიხურა. იქნა რომ გაეყვანათ, დაუშვათ მთლიანად დარბაზის დაცლა რომ მოეთხოვათ და სხვებით პანკისელ ახალგაზრდებთან ერთად ამ შემთხვევაში მე არ ვიგრძნობდი დისკრიმინაციას. ქისტებმა მოსამართლის მიერ პროკურორს ვიად ფხაკაძის შუამდგომლობის დაკმაყოფილება ჯერ კიდევ დარბაზის დატოვებამდე გააპროტესტეს. იმ მიზნით, რომ დარბაზში პანკისში რეგისტრირებული არავინ დარჩენილიყო, მოსამართლის მითითებით მანდატურებმა პირადობები გადაამოწმეს. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ქისტი თბილისში იყო ჩაწერილი, დარბაზი მაინც დაატოვებინეს. პროკურორმა ვიად ფხაკაძემ მოსამართლეს განუმარტა, რომ დამსწრე პანკისში ცხოვრობდა. თუმცა მოსამართლემ სხდომაზე დასწრების უფლება თბილისსა და სხვა რეგიონებში ჩაწერილებს და ჟურნალისტებს მისცა. სასამართლოს საკითხის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობს რეგიონში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის და აქ დასაკითხმოწმე პირთა პირადი უსაფრთხოების დაცვით. ისებს გვარჩევთ. ჩვენ ვითომ ჩვენ აქაური მოქალაქეები არ ისე გამოგვარეს სულ ჩაფურთხება. პანკის და ქისტები ხართო და გადითო არ შეიძლება თქვენი დასწრებაო. მოსამართლემ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182 მუხლის იმ პუნქტით ხელმძღვანელა, რომლის მიხედვითაც მას შეეძლო სხდომა ნაწილობრივ ან სრულად დაეხურა. მიზეზად კი პროცესის მონაწილის უსაფრთხოების დაცვა დაასახელა. საპროცესო კოდექსთან და კანონთან არის წინააღმდეგობაში როგორც შუამდგომლობა, ასევე გადაწყვეტილება. სამართლებრივი ნონსენსი, ასე აფასებენ პროკურორის შუამდგომლობას და მოსამართლის გადაწყვეტილებას იურისტები. მათი შეფასებით საქმე არასხდომის დახურვასთან გვაქვს, რასაც 182 მუხლი ითვალისწინებს, არამედ მხოლოდ კონკრეტულ რაიონში მცხოვრები ადამიანების გაძევებასთან. გაძევება კი წესრიგის დარღვევის შემთხვევაში ხდება. რაც შეეხება მხოლოდ გარკვეულ რეგიონში მაცხოვრებლების მიერ პროცესის დატოვებას, ასეთ რაღაცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს და თუ საჭირო იყო მოწმეების დაცვა და ამ მიზნით ხდებოდა პროცესის დახურვა, კანონით გათვალისწინებულია სხვა ღონისძიებები, კერძოდ მოწმეთა დაცვა, გასაიდუმლოება და ასე შემდეგ. კითხვის ნიშნებით შედება თავად პროკურატურამ რატომ არ უზრუნველყო დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება ამ მოწმეების მიმართ იმ ფონზე, რომ პროცესის დასრულების შემდეგ თუ არსებობს ამის რისკი, სასამართლოს განჩინება, რა თქმა უნდა, პროცესის გარეთ ვერ გავრცელდება და აქედან გამომდინარე, რატომ არ ხდება უსაფრთხოების დაცვა პროცესის გარეთ. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის განცხადებით, პროკურორის მიერ გაცხადებული მიზანი მოწმეთა დაცვის შესახებ საკუთარ მოქმედებებს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ზვიად ფხაკაძემ მოწმეთა გვარების ხდომაზე იმ დროს გაახმაურა, როცა პანკისელები ჯერ კიდევ პროცესზე იმყოფებოდნენ. იურისტი მოწმეთა დაკითხვის შემდეგ პროკურორის განცხადებასაც აპროტესტებს. ფხაკაძემ მოწმეთა ჩვენების შინაარსი საჯაროდ გაახმაურა. დღეს დაკითხულმა მოწმებმა დაასახელეს, რომ მათ იციან, ზოგმა პირადად აიუბ ბორჩაშვილისგან მოისმინა, ზოგმა კიდე გიორგი ბორჩაშვილისგან მოისმინა, რომ აიუბ ბორჩაშვილმა აიღო ეგრეთ წოდებული ბაიათის ვიცი გამგზავრება სირიაში გამგზავრებული პიროვნებებისგან და მისივე ხელშეწყობით მოხდა მათი სირიაში გამგზავრება. როდესაც პროკურორი თავად ავრცელებ იმ შინაარს თუ მოწმეებმა რასთან დაკავშირებით მისცეს ჩვენება, რომ ჩვენება საწინააღმდეგო იყო თავად აიუბ ბორჩაშვილის მიმართ, ასეთ შემთხვევაში ჩემთვის გაუგებარია მაშინ გამოდის, რომ აყენებ დაცვის კუთხით შუამდგომლობას, მაგრამ თავად აყენებ საფრთხის ქვეშ მოწმეს, როდესაც თავად ავრცელებ იმ შინაარს, რაზეც მისცა მოწმემ ჩვენება. სახალხო დამცველი მოკლებულია შესაძლებლობას და უფლებამოსილებას განმარტოს და ადასტუროს, ანუ ვარყოს დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტი, ეს საჭიროებს დამატებითი გარემოებების დასუსტებას. პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ეს ის თემა არ არის, რაზეც კომენტარები უნდა აკეთონ. აიუბ ბორჩაშვილის პროცესი კვლავ პროკურატურის მოწმეთა დაკითხვით განახლდება. უცნობია პროკურორი ამჯერად სხდომის დახურვასთან დაკავშირებით როგორ შუამდგომლობას დააყენებს.
3.700.000 ლარი ეს ის თანხა, რომელიც დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ცხოველთა მონიტორინგის სამსახურისთვის გამოიყო, თუმცა არასამთავრობოთა ნაწილი და საკრებულოს ოპოზიცია აცხადებს, რომ თანხა არა ცხოველების მოვლაზე, არამედ 122 თანამშრომელზე ამორგებული. მათივე თქმით, ბიუჯეტის 90% სწორედ მათ ხელფასებსა და პრემიებზე ნაწილდება. გენო ოსიყმაშვილი დეტალებით. ქუჩის ცხოველების მეთვალყურეობისთვის თბილისის მერიამ შარშან სპეციალური ცხოველთა მონიტორინგის სამსახური შექმნა. მის ფუნქციებში კი ასეთი ცხოველების აცრა, სტერილიზაცია, თავშესაფარში გადაყვანა, მოსახლეობის ზარებზე რეაგირება და მსგავსი სამუშაოები შედის. ახლად შექმნილი სამსახურისთვის 2015 წლის ბიუჯეტში 3 მილიონ ლარზე მეტი გაიწერა, საიდანაც დიდი ნაწილი სამსახურის თანამშრომლების ხელფასებზე მოდიოდა. ამ მიზეზით კი ეს საკითხი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საკრებულოს ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი გახდა. კრიტიკა 2016 წლის ბიუჯეტსაც შეეხება. ამჯერად თანხის 90% ადმინისტრაციულსა და სახელფასო ხარჯებზე მოდის. ცხოველების მოვლაზე კი მხოლოდ 10. 3 მილიონ 100.000 ლარი ბიუჯეტში წერია, რომ უნდა დაიხარჯოს ხელფასებში, დანამატებში, პრემიებში, მივლინებებში, წარმომადგენლობით ხარჯებში, ამ ადამიანების დაზღვევაში, ავტომანქანით მომსახურეობაში და ასე შემდეგ. ნარმანდიამ რამოდენიმე დღის წინ ფრთიანი ფრაზით გაგვამხიარულა, რომ მიმდინარეობს თვითნებური გადათხრები. ამ გადათხრებს ალბათ ქალაქში მომრავლებული თხუნელები ახდენენ და ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს მაგიტომ გაეზარდა ბიუჯეტი, რომ თხუნელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენოს. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურისთვის მომავალ წლის ბიუჯეტის პროექტში 4 მილიონამდე ლარი იყო გათვალისწინებული. აქედან 2 მილიონ 600.000-ზე მეტი ხელფასებზე, პრემიებზე, დანამატებსა და მივლინებებზე გადანაწილდა. ცხოველების მოვლა შენახვაზე კი 220.000 ლარი განისაზღვრა. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დაქვემდებარებაში შედის ასევე თბილისის ცხოველთა თავშესაფარი, სადაც ამ დროისთვის 165 ძაღლი, 99 ლეკვი, 34 კატა, 3 ბელი და 2 დათვი იმყოფება. თავშესაფრის დეზინფექციისთვის კი 2016 წლის განმავლობაში ბიუჯეტის პროექტში 500 ლარი განისაზღვრა. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ოპოზიციის წევრები დავით ნარმანიას უწყების მიერ შემუშავებულ 2016 წლის ბიუჯეტს აკრიტიკებენ. წელს ამ სამსახურს გაეზარდა ბიუჯეტი 600.000 ლარით, ნახევარზე მილიონი მეტი ლარით და 13 ივნისის სტიქიამაც გვაჩვენა, რომ ცხოველთა მონიტორინგის სამსახური იყო აბსოლუტურად უმოქმედო. 224 რეაგირება ჰქონდა და ვინმე დაობს იმაზე, რომ მონიტორინგი არ იყო 13 ივნისის მოვლენებში ჩართული. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურისთვის გამოყოფილ თანხებთან დაკავშირებით კითხვები აქვს საკრებულოს უმრავლესობასაც, თუმცა გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ისინი თანხის რაციონალურად გადანაწილებას შეეხება და არა ბიუჯეტის მოცულობას. შორენა ბუხრიაშვილის თქმით, სამსახური დღის განმავლობაში უამრავ გამოძახებაზე რეაგირებს და მათ საკუთარი ეფექტურობა 13 ივნისის სტიქიის დროსაც დაამტკიცეს. შესაბამისად, მათზე გაცემული ხელფასები ადეკვატურია. თანამშრომელთა რაოდენობა არ შემცირებულა, აქედან გამომდინარე სახელფასო ფონდი ვერ შემცირდებოდა. რაც შეეხება დაზღვევის თანხებს, მოგეხსენებათ, რომ სააგენტოს თანამშრომლებს აქვს ძალიან რისკიანი სამუშაო, იგივე ქვეწარმავლებთან ურთიერთობა უწევთ მათ ზაფხულის განმავლობაში და იგივე დასნებოვნებულ ცხოველებთან ურთიერთობა, ამიტომ მათი დაზღვევის ხარჯი არ ამგონია, რომ რომელიმე ადამიანში უნდა იწევდეს კითხვის ნიშნებს. თავად მერია და ცხოველთა მონიტორინგის სამსახური თემაზე კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ. დედაქალაქის მთავრობაში განმარტავენ, რომ დაბრუნებული ბიუჯეტის განხილვა, შენიშვნების გათვალისწინება მიმდინარეობს და განცხადებებსაც ამის შემდეგ გააკეთებენ. თბილისის მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი კი საკრებულოში 10 დეკემბრამდე უნდა დაბრუნდეს. სწორედ ამ დროისთვის გაირკვევა, როგორ გადანაწილდება 4 მილიონამდე ლარი ცხოველებსა და მათ მომვლელებზე. თამბაქოზე აქციზის განაკვეთი იზრდება. კანონპროექტის განხილვა პარლამენტმა დაიწყო. ფინანსთა სამინისტრო კი გადაწყვეტილებას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ხსნის. იმპორტიორები კი აქციზის ზრდის შემთხვევაში ინვესტიციების შემცირებას აანონსებენ. დეტალებით მარიამ სეთურიძე, თორნიკე ხურციძე, ნათია ხართეშვილი და ირაკლი აკობია. საგადასახადო კოდექსში ცვლილებების მიხედვით 2016 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის გაზრდა იგეგმება. კანონპროექტი პარლამენტში სესიაზე პირველი მოსმენით დღეს გავიდა. ფინანსთა მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ კანონპროექტის მიღების მიზანი თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრება და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებაა. საქართველოს საკვალდებულება 2024 წლამდე აქციზის განაკვეთი სიგარეტზე გაიზარდოს 90 ევრომდე 1000 ღერზე და იმის გამო რომ ერთბაშად არ მოხდეს ფასში ასახვა აღნიშნული ზრდის, ყოველწლიურად ხდება აქციზის გაზრდა სიგარეტზე მცირე ოდენობით.
უკვე ცნობილია, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს საპარლამენტო უმცირესობა. უმრავლესობაში კი მიიჩნევენ, რომ ეს თამბაქოს მოხმარებას შეამცირებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისთან არიან ჩვენი შეერთებულები, ვართ შეერთებულები. მათი მოთხოვნა არის, რომ უნდა მოხდეს მაქსიმალური შეზღუდვა სიგარეტის მოხმარებისა და ერთ-ერთი ღონისძიება ამისთვის არის აქციების დადო. დღესდღეობით ბიუჯეტი ბალანსდება არა მთავრობის აქტიური ეკონომიკური საქმიანობის და კარგი მუშაობის გამო, არამედ იმის გამო, რომ ლარი დაეცა და მეტი შემოსავალია სწორედ ლარში ბიუჯეტში. ამიტომ ბუნებრივია მთავრობა ფიქრობს რა წყაროებით გაზარდოს ბიუჯეტი. თამბაქოს იმპორტიორებისათვის გაუგებარია, რატომ ხდება საკითხის დაჩქარებული წესით მიღება. ირაკლი ნადარეიშვილი ამბობს, რომ აქციზის კიდევ ერთხელ ზრდას შესაძლოა კომპანიებმა ვერ გაუძლონ და ინვესტიციების განხორციელებაც გადაიფიქრონ. სავარაუდოდ ფასი ცვალებადობა იქნება დაახლოებით 50 თეთრის ფარგლებში, რაც ძალიან დიდი ცვლილება არის ზოგადად ნებისმიერი პროდუქციისთვის. მოსალოდნელია, რომ რა თქმა უნდა ბაზარზე იქონიებს ნეგატიურ გავლენას. ერთი თვით ადრე როდესაც ვიგებთ ესეთ უპრეცედენტო აქციზის დაზე, რა თქმა უნდა ეს დადებითად ვერ აისახება. აქციზის ზრდა მიუღებელია მსხვილ ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელისათვისაც. გიორგი ჭირაქაძე ამ გზით ბიუჯეტის შევსებას დაუშვებლად მიიჩნევს. პრემიერის ეკონომიკური მრჩეველი კი ამბობს, რომ ამ საკითხზე ბიზნესთან კონსულტაციები რამდენჯერმე გაიმართა. ამ ხანგრძლივი კონსულტაციების საშუალებით ჩვენას მოახერხეთ იყო ის, რომ მთავრობა და ფინანსთა სამინისტრომ უკვე ფაქტობრივად წარმოადგინა სამუშაო გეგმა და რა ტემპებით და რა ზომებით მოხდება აქციზის შემდგომი ზრდა. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მხრიდან იყოს კაფიოდ ახსნილი, რომ აქციზი არ იქნება გამოყენებული გადასახადების ზრდის მექანიზმად, ესე იგი შეფუთულ მექანიზმად. აქციზის ზრდის მიზეზით წელს თამბაქოს ნაწარმი უკვე ორჯერ გაძვირდა, თუმცა მოქალაქეების ნაწილი მასზე უარის თქმას მაინც არაპირებს. არ შეამცირებს მოხმარებას არა. წეველი მაინც მოწევს რა. და მოხდება ის, რომ უფრო დაგვაწובה კისერზე ეს თანხები და ეგ არის სხვა არაფერი. გადავლენ სხვა უფრო იაფიან ხილის სიგარეტზე და ესე რა, ალბათ ეს არის თორე დანებები წეველი ცოტა ძალიან ძნელად დანებებს თავს სიგარეტს. ჯანდაცვის მინისტრი კი იმედოვნებს, რომ აქციზის კიდევ უფრო მატება თამბაქოს მოხმარებას შეამცირებს. ეს არის კომპლექსური მიდგომა, პაციენტების ჯანსაღის ცხოვრების წესის პროპაგანდა, პაციენტების ადრეულ ეტაპზე მკურნალობა, ასე რომ ეს არის სწორი გზა, რომელიც აუცილებლად მოგცემს მნიშვნელოვან შედეგებს. იანვრიდან აქციზის განაკვეთი თამბაქოსთან ერთად გარკვეულ ალკოჰოლურ სასმელებზეც მოიმატებს. მაღალტექნოლოგიური ფარმაცევტული საწარმო საქართველოში პრემიერმა გახსნა. პროექტში 9 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. აწარმოეს საქართველოში ფარგლებში ამოქმედდა ის. პირველია ბაზარზე, რომელიც ქართული ფლორის სამკურნალო პოტენციალს გამოიყენებს და ფარმაცევტული პროდუქციის მოპოვებას, გადამუშავებას, წარმოებას და ექსპორტს განახორციელებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პროექტი მოსახლეობაში არსებული საგვარეულო რეცეპტების ფარმაცევტულ ინდუსტრიაში დამკვიდრებისთვის ხელისშემწყობი ფაქტორია. შეგახსენებთ, აწარმოეს საქართველოს ფარგლებში 123 პროექტია დაფინანსებული და დაახლოებით 350 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელებული. ჩვენ გასულ წელს, როგორც კი აღინიშნა, დავიწყეთ პროგრამა აწარმოეს საქართველოში, რომელიც წარმატებით ხორციელდება, გრძელდება. დღეის მდგომარეობით ჩვენ უკვე 123 პროექტი დავაფინანსეთ, კიდევ ერთი ქართული საწარმო, რომელიც 100%-ით გადაამუშავებს ქართულ ნედლეულს. ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩვენთვის. აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტებს საკმაოდ დიდი წილი უჭირავს პრეპარატების ფასწარმოქმნაში, შესაბამისად საწარმო აუცილებლად ხელს შეუწყობს პრეპარატების გაიაფებას. საწარმოში დასაქმებულია დღეისათვის დაახლოებით 70 ადამიანი და ეს ციფრი რამდენიმე თვეში 100 მიაღწევს. თავარი პროფილი ამ საწარმოში იქნება სახალხო მედიცინა, ის უდიდესი რესურსი, რაც არის სამკურნალო მცენარეების წარმოებაში, მათი მეცნიერული კვლევა. ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება, რომელიც ამ საწარმოში უნდა იქნეს ნაწარმოები, თვითონ კომპანია არის ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარი სახელმწიფო პროგრამის საწარმოების საქართველოში. ეს არის ის რეალური შედეგი და ის რეალური სამუშაო ადგილები, რისთვისაც შეიქმნა პროგრამა აწარმოეს საქართველოში. დღევანდელი საქართველოს მომავალი სწორედ აქ გამოიხატება ესე წარმოებაში. ჩვენ ვართ მოხარული ასეთი წარმოების დაფინანსებაში მონაწილეობის მიღებით და დღევანდელ დღეს დაახლოებით TBC ბანკს აწარმოეს საქართველოს ფარგლებში 26 მილიონ ლარზე მეტი ფინანსირება აქვს გამოყოფილი. ახლა კი რეკლამის შემდეგ გლობალური საფრთხე და საქართველოს თემის გაგრძელება 20:30-ში. დაგველოდეთ.